დედამიწის ზედაპირზე ქარისა და წყლის მოქმედება იწვევს ქანების დაშლას, ამას ეროზია ეწოდება. დაშლილი ნაწილაკები, განსაკუთრებით ქვიშის მარცვლები, გადაიტანება მდინარეებით, ქარით ან ზღვის ტალღებით. დროთა განმავლობაში ეს ნაწილაკები გროვდება მდინარის კალაპოტებში, ტბების ფსკერზე ან ზღვის ნაპირებზე. ფენებად დაგროვილი ქვიშა დროთა განმავლობაში იფარება სხვა ნალექებით და იწყება კომპაქტაცია, ანუ დაპრესვა. მიწისქვეშა წყლებში გახსნილი მინერალები, მაგალითად კვარცი ან კალციტი, ამ ფენებს აწებებს ერთმანეთს, ამას ცემენტაცია ეწოდება. სწორედ ამ პროცესების შედეგად უბრალო ქვიშა იქცევა მყარ-ქანად, ქვიშაქვად. ქვიშაქვა შეიძლება იყოს სხვადასხვა ფერის, ყვითელი, წითელი, ყავისფერი, ფერის მიხედვით ვიგებთ რა მინერალები შედის მასში. მაგალითად, წითელი ფერი ხშირად მიუთითებს რკინის ოქსიდის არსებობაზე. ქვიშაქვა ფართოდ გვხვდება მთებში, კლდეებში, უდაბნოებში და ხშირად გამოიყენება მშენებლობაში. ეს ქანი გვიჩვენებს, როგორ იცვლება დედამიწა დროის სიღრმეში, როგორ იქმნება ახალი ფორმები ძველი მატერიიდან. გამოიწერე გეოკორი, გაუზიარე მეგობრებს, რათა მეტმა იცოდეს ჩვენი პლანეტის შესახებ.